Can you blow my whistle, baby, let me know. Girl, I'm gonna show you how to do it and we start real slow. ჯერ შვებულებები არ გვაქვს, მაგრამ მთელი თბილისი უკვე დედაქალაქიდან გაქცევის გეგმებს აწყობს. ზღვა თუ მთა ქვეყნის ფარგლებში თუ საზღვრებს გარეთ. მოკლედ ბოლო დროს თითქმის ყველას ეს შეკითხვები გვაკერია პირზე. ხოდა ჩვენც გადავწყვიტეთ საზაფხულო გეგმების შესახებ ცნობილი სახეები გამოგვეკითხა. მაშასე, სად გაატარებს ზაფხულს შულთან ერთად ნინი ბადურაშვილი. ვისთან ერთად აპირებს დასვენებას მანიკა ასათიანი და სად გვირჩევს ცხელი დღეების გადატანას ქართველი ვირტუოზი ბექა გოჩიაშვილი. ბრიტების საზაფხულო გეგმები ექსკლუზიურად Music Box-ის მაყურებლისთვის. ჩამონათვალს ოჯახური დასვენების მოყვარულებით, ან უბრალოდ იმ ადამიანებით დავიწყებთ, ვისაც სახლში პატარების გამო აქტიურ დასვენებაზე უარის თქმა უწევთ. მაგალითად, მანიკა ასათიანი ზაფხულში მეუღლესთან, ბექა წივწივაძესთან და 11 თვის შულთან ერთად ისვენებს. აგვისტოში ვისვენებს, მინდოდა ეხლა წასვლა, მაგრამ სამსახურის გამო ვერ ვახერხებ. აგვისტოში ვისვენებ და ერთი ვიცი რომ ბათუმში მივდივარ, იმიტომ რომ სახლი ვიყიდებ და აუცილებლად წელს პირველად ჩვენ სახლში დავისვენებ, ძალიან მიხარია და სხვა არ მაქვს დაგეგმილი არაფერი. ესე რომ ერთი თვით რო აიყვანენ ხოლმე ბავშვებს აბასტუმანში, ესე უბრალოდ ფიზიკურად რო არ მაქვს, სულ 3 კვირა მაქვს ჩაბულება და მაქსიმუმურად მინდა რომ ჩემთან ერთად იყოს ცალკე არ ვუშვებ ბავშვს. ხო, არ ეგოისტი დედა ვარ, არ ვუშვებ ბავშვს ცალკე. მომავალი ზაფხულის შესახებ ნინი ბადურაშვილის უმცროს დას ქეთო თოფურიძესაც გავესაუბრეთ. ამ უკანასკნელმა კახიანების ოჯახის საზაფხულო გეგმებიც გაგვანდო. როგორც იცით, დები ნინი და ანასტასია ბავშვებს ელოდებიან, ასე რომ მათ ოჯახში ზაფხული სრულიად ოჯახურ გარემოში ჩაივლის. ყველა რომ მეუბნება რომ წავიდეთ გოგოები ბათუმში, რომ ძალიან გთხოვდა მე იქ წავიდეთ და ანუ ძალიან ბევრ ადგილას ვაპირებდი წასვლას. ნუ აი შაშავ გეგმავდი რომ იქ წავალ, აქ წავალ, იმას მომვივლი, ამას ვიზავ. უკვე გადავწყვიტე რომ გავიზარდე და უნდა წავიდე მარტო. მაგრამ წელს უკვე იყვნენ ბავშვები ბათუმში და გადავწყვიტე რომ წელს არსად არ მივდივარ. იმიტომ რომ ნუ აჩენენ და ანასტასია და ნუ ბავშვებზე იმდენად კეტვა მაქვს რომ არ ვაპირებ ვარ მცხეთაში. უცხოეთში არ ვაპირებ არანაირად, იმიტომ რომ არც მინდა, არ მაქვს სურვილი. იმდენად ველოდები და იმდენად გაგიჟებული ვარ, როდის გაჩნდებიან ერთი სული მაქვს რომ არანაირად არ ვაპირებ. ნუ ძირითადად მცხეთაში ვიქნები და ბავშვებსაც იქ ჩამოვიყვანთ. ხო და თან ეხა უკვე ნინი მე-9 თვეში რო არის, ყველგან დავყვები, მარტო არსად არ ვიშვებ. ეხა აქაც გადაღებაზეც იმიტომ წამოვყევი რომ მარტო არსად არ ვიშვებ და დავყვები ყველგან. იმიტომ რომ ეხა უკვე თან უკვე მოვიდა დრო რომ შეიძლება თქვა უკვე კვირა-კვირაზე გააჩინოს. და ამიტომ ამხმარე ძალა ხარ ასე ვთქვი. იმიტომ რომ ძალიან ვეხმარები ორსულობაში და მე რო გაჩნდებიან საერთოდ არ ვიცი და თან ყველა ვიქნებით მცხეთაში. შულთან ერთად ეგრეთ წოდებული პენსიონრული დასვენების გეგმებს სახავს ცნობილი მომღერალი და ჯგუფი ოლდრაინის ყოფილი სოლისტი თაკო ვადაჩგორიაც. ამ უკანასკნელის ცხოვრებაში ბოლო დროს ისეთმა ქარბორბალა მიტრიალა, ერთი კარგი სამთო კურორტი არც მას და არც მის პატარა ვაჟს აწყენთ. უნდა ვაღიარა რომ ცხოვრებაში პირველად პენსიონერული დასვენება უნდა მოვიწყო. მთაში ბავშვთან ერთად იმისთვისა განვიტვირთე, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი არ დამისვენია და ვთვლი რომ მჭირდება არა სხვა პლიაჟი და გართობა, არამედ სიწმარე ბუნება, დამშვიდება და ახალი ძალები ჩამოსვლა, იმიტომ რომ სექტემბრიდან ძალიან ბევრი საქმე მაქვს. ბაკურიანსა და ბორჯომს შორის ვიქნები. შედარებით აქტიურ დასვენებას ანიჭებენ უპირატესობას საქმიანი ქალბატონები. მაგალითად ეკოფანგანი, რომელიც ბოლო დროს ტელეწამყვანის როლში გვევლინება, საქართველოზე გაჩერებას არ გეგმავს. ზაფხულში მივდივარ გადაღებებზე ჩემ გაცემით და ბულგარეთში. ასევე გადაღებები გვექნება ბათუმში და რაღაცნაირად მესვის ერთ სამსახური მაქვს, რომ თან ვითომ ვისვენებ, მაგრამ ვმუშაობ, მაგრამ ვაპირებ ესე კიდე ცალკე თუ მექნება რაღაც აგვისტოს ბოლოში, რომ საერთოდ კამერის გარეშე სადმე წავიდე, წავალ, მაგრამ ჯერჯერობით ესეა. ასევე ბათუმში მე და ჩემი DJ Rainbow სხვა ივენთებსაც შემოგთავაზებ და მოკლედ ყოველს გელოდებით. თუ ნახევარი ქართული შოუ-ბიზის საზღვრებს გარეთ გარბის, ნინი ქარცელოძე სამშობლოს დაუბრუნდა და არა მარტო დასვენების მიზნით. ამ უკანასკნელ ზაფხულში ჩვენთან დაკავშირებით უფრო პროფესიული გეგმები აქვს, თუმცა ზუსტად იცის, რომ ცხელ თვეებს საქართველოში გაატარებს და არც Flexi Jazz Festival-ს დააკლდება. ესე გამოდის, რომ ზაფხული აქეთ ვიქნები და რაღაცებს იქნებ მოვაბა თავი და მოვასწრო გაკეთება. დასვენების დრო წესით გამომდის მხოლოდ ჯაზ ფესტივალის 4 დღე. რომელსაც სავარაუდოდ ბათუმში გაატარებთ. აუცილებლად ბათუმში გავატარებ.
Black Sea Jazz Festival-ი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა, ასე რომ ნახევარ სამამულო ესტრადას ბათუმში აუცილებლად იხილავთ. სამწუხაროდ ამ უკანასკნელზე წელს ქართველი ვირტუოზი ბექა გოჩიაშვილი არ გამოდის. მუსიკოსის საზაფხულო გეგმები უფრო უცხოეთს უკავშირდება, თუმცა ჩვენ შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე დასწრებას უდავოდ გვირჩევს. მე ვიქნები ლატვიის ჯაზ ფესტივალზე, საუკრას ჯაზ ფესტივალზე, ჩემი ჯულიარდის ტრიოსთან ერთად. ჯერჯერობით ეს არის. სამწუხაროდ შავი ზღვის ჯაზ ფესტივალს ვწდები, მაგრამ ყველას გირჩევთ, რომ წახვიდეთ და ნახოთ, იმიტომ რომ სოფლიო მასშტაბებით რო ვიმჯელოთ, არც ერთ ფესტივალზე არ არის არაფრით ნაკლები შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი და ასე რომ ყველას გირჩევთ როგორც მუსიკოსს. ჩვენს ქვეყანას პატრიოტებით შემორჩნენ, ან უბრალოდ ქართული ტუსოვკების მოყვარულები, ასე რომ შოუ-ბიზის ბევრი წარმომადგენელი უპირატესობას საზაფხულოდ შავი ზღვისპირეთს და ამ უკანასკნელში მიმდინარე კულტურულ მოვლენებზე დასწრებას ანიჭებს. მე ვაპირებ განწვრითვას, ვარ პატრიოტი ჩემი ქვეყნის, ალბათ ჩავალ ბათუმში, მაგრამ ჩემი გეგმები უფრო სხვა ქალაქებს უკავშირდება. პროფესიული გეგმებია? ზოგი პროფესიული, ზოგი უბრალოდ დასასვენებელი. ეხლა დავგვიდი ბათუმიდან, რადგანაც გვაქვს ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი და აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ ბათუმი ძალიან აქტუალური იქნება და კერძოდ აჭარა. და შენ სადაპირე პირადად დასვენება? მე იმიტომ რომ პროექტში ვარ ჩართული, რაც შეეხება ბათუმს, აქედან გამომდინარე ბათუმში დავისვენებ. მოკლედ წელს ან საქართველოდან გარბიან, ან აქ შემორჩენილებს გეზი ბათუმისკენ აქვთ. ოჯახები პატარები თურთ მთებში და აგარაკებზე განაწილდებიან. ერთი კიდე ნამდვილებით ვიცით, რომ თბილისი 0-0-ად სარიალდება და მინიმუმ ერთი თვით ეს უკანასკნელი უკაცრიელ კუნძულს დაემსგავსება და ეს ფაქტი გარკვეულწილად გვახარებს კიდეც. You're my light, the sun that shines above me. When clouds of gray appear,